Salmები ძვირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი ბლოგი. პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. და მე დღეს განახებთ შესაფუთი მასალა. შეხან რომ იყავი ეს ძალიან საშინელ მდგომარეობაში. აღარ ვარ. ყველანაირი თითქმის მთელი წელი გადავყრები ამას, მაქვს. ეს ძალიან პატარა ამ შემთხვევაში. ძალიან ისი რო თქვა, იმითირებული, ეს ჩანთა არის უფრო სწორად, ჩანთა. ყუთიც მაქვს ფოთაშორის ესეთი ვარდისფერი ლამაზი, შემიცოდეთ. და ყველაზე მთავარი მაინც რაც მინდა დავაჩქარო, მაგას გეტყვით, ეს უკვე დიდი ყუთებით. და ეს უკვე შედარებით პატარა. კიდევ იქნება ერთი ამაზე ცოტა დიდი ისა, ხო? შედარებით პატარა და ეს. როგორც შარშამის 3-5 იყო, ესე იქნება წელსაც. შეიძლება ძალიან ლიმიტირებულიც დავამატო, ისაც მაგდენი საშუალებაც არ აქვს. და აქ იქნება სახალხო ბოქსებს გაცნობთ უკვე ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა. ძალიან საინტერესო რაღაცები მაქვს, ახლა ვინც ქრისტიანულ ეგრეგორში არ ახართ, თქვენთვის სხვა შეფუთვა იქნება, ვინც ხართ, რა თქმა უნდა, სხვა. აქ არის უპირველესად დავიწყებ ჯადოსგან დამცავი თილისმები, რომელიც მე თვითონაც მიკეთია ხელზე და ეს არის არ განახებ ზუსტად აქედან როგორ გამოიყურება შეგნებულად. დედავების მიერ დამზადებული მონასტერში თილისმა. ასევე მაქვს სასუფრებელის გასაღები, რომელიც ეს არის უკვე ძალიან ერთ ბოქსში მოთავსდება, ერთი ცალი მაქვს სასუფრებელის გასაღები, რომელიც ასევე წარმატების მომტანი არის. და ესეც ჯადოსგან დაცვა, თვალისგან დაცვა, ჯანმრთელობის პრობლემებიდან დაცვა და წარმატებაც რომ მოგიტანოთ, ესე არის გააქტიურებული. რა თქმა უნდა, ჩემგანაც იქნება ჩემს მიერ დამზადებული სამაჯურები, რომელიც ასევე იგივე ვარიანტი, თუმცა გეტყვით. უმაღლეს კატეგორიაში იქნება ეს ფურნიტურები ვერცხლის ჩანართებით, საშუალო ბოქსში იქნება ესეთი უბრალო და უბრალო ბოქსშიც და ყველაზე ლიმიტირებული რომელიც გითხართ, იმაში იქნება უკვე ესეთი ნატეხები და ჩათვალეთ რომ ეს საჩუქარივით უფრო გამოვა ვიდრე, იმიტომ რომ ეს ყველაზე ლიმიტირებული. თუმცა ნატურალური ქვები არის ესეც, ჩვეულებრივად დამუშავებული იქნება, უბრალოდ ახლა ეს უფრო ბიუჯეტურია და ყველაზე ესე გავთვალე 1-2-3 ადამიანი მყავს ესეთი, თუ სურვილი ექნებათ რომ ძალიან არაფრის საშუალება რო არ აქვთ მართლა. და მათთვის და ჩათვალეთ რომ ძალიან საჩუქარივით იქნება შეგნით ეს არ გადამისრულებია ბოლომდე. დანარჩენი უკვე ბიუჯეტიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა იქნება ასევე ვერცხლის ბეჭდები, რომელზეც იქნება დაცვები გააქტიურებული და ასევე სამაჯურები, რომელზეც იქნება ნახეთ სამაჯური რომ შეიხსნება, ეს უბრალოდ არ შეიხსნება არც ერთი სამაჯური, ესეთი ეს ახლა ნეკატიტის არის. თქვენ კარგად თუ არ იცით გეტყვით რომ ვერცხლზე ძალიან კარგი დაცვითი ასე ვთქვათ ისინი კეთდება სამაჯურები რომ იცოდეთ დაცვითი დაცვა კეთდება რამე და რომ იცოდეთ როგორც ბეჭედზე ასევე სამაჯურზე ვისთვისაც რა იქნება უფრო მოსახმარი. ხო თუ სამაჯური შეიხსნება ესეთი ვარიანტი არის ეს, რასაც მე გთავაზობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ დაცვას ვიღაცა შეეხო, ისი არ შეიხსნება არავითარ შემთხვევაში და შეგიძლიათ უკვე გადაამოწმოთ რა ხდება თქვენს თავში. რაც შეეხება დანარჩენი ახლა ვიღაცებმა რამეების მოპარვა არ დაიწყო ძალიან გეხორცებით, თორე არავის არ გაძლევთ ამ ინფორმაციის აღების უფლებას და აი პირდაპირ გეუბნებით ძალიან დიდ დანაკლისებში წახვალთ ვინც ამ ყველაფრის მოპარვას შეეცდებით და მითვისებას. თქვენ მოიფიქრეთ თქვენი რაღაცეები.
ამაში არის ჩემი ენერგია ჩადებული, ვინც აიღებს უბრალოდ იმისთვის რომ მომბაძოს, გეუბნებით ასმაგ ზარალში წახვალთ თითოეულ თქვენთაგანი. ეს არის კარგად ვიცით ნატურალურ ზეთებზე დამზადებული ეთერზეთები, როგორც სიყვარულის, ფინანსების და ესა რა ქვია, დაცვის და მე ბევრმა გამოიტანა და არიქა დაიწყნა რაღაც ხალხნო. ჯერ ერთი ეს არის ჩემი ნატურალური, იმიტომ რომ ვინ შეიძინა სურნელი აქვს გამყოლი და კარგად ვიცით რომ ისი არ ხდება გამყოლი სურნელი, თუ ეს არ არის ნატურალური. მთელი დღის განმავლობაში მე უფრო კარგად დაიკავა კიდევ. და მე კიდევ აქ არის მთლიანი კომბინაცია თუ კი რამე არსებობს. დაუშვათ ფინანსებზე, სიყვარულზე, დაცვაზე ყველა ერთად გაერთიანებული და არა ერთი რაღაცა ისე მე პიტნეს იგმა იპაჩველი წამოჯახ. არა, ყველა არის აქ გაერთიანებული და კიდე სპეციალურ რიტუალით არის ეს გააქტიურებული და არა ისე რა ქვია, მივასხი რაც ხარ შეურიშ. ჩემ თავიზა მე გამოყენებაში რაც მაქვს გთავაზობთ ისეთ რაღაცებს რომ მიცოდეთ. ამის გარდა ეს ჩემი დამზადებული, მაგრამ მე მაქვს უნიკალური, ასევე ვინც ავათარის იმ ხალხისთვის, სად არის. რომ მიცოდეთ, ეს არის უნიკალური და იმედი ესეთ რაღაცას ახლა ვინმე არ მიითვისებს, თუ არა და მიითვისებთ და დაისჯებით, კიდევ გეუბნებით, არ გავხსნი ახლა ამას. ამ ხელა შეფუთვა არ იქნება, სახურავი რო არის, ასე პატარა შეფუთვებში გექნებათ, ესეც ლიმიტირებული მაქვს. ეს არის სამკურნალო ზეთი მონასტერის, რომ მიცოდეთ და სპეციალურ სამკურნალო საფლავზე არის მოთავსებული. რა თქმა უნდა, ძალა რომ მქონდეს და სხვათა შორის ყველა რაც მაქვს ეს ბოქსებში რაც იქნება სამაჯურები და ასეთი თილისმები, ხო, ყველა ესე არის მოთავსებული და აქ არის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნაკრები ესეთი წმინდა ზეთები იესო ქრისტეს საფლავიდან, ასევე 12 წმინდა სახარების კანდელიდან იერუსალიმის, რა თქმა უნდა, და ყველა მირონდინარე ხატები რაც კი არსებობს, ყველას ეს არის თითო წვეთით ესე აკრებილი, ხო, ვიცით, უამრავი არის მთელს ახლა მსოფლიოს მასშტაბით რომ იმსჯელოთ, ამიტომ აქ ახლა თქვენ არ ფიქრობთ ესეთ პატარა შუშაში როგორანაირად, აი წვეთა წვეთით სულ აგროვებული და არის, რა ვიცი, ბომბა მიხვდებით, ხო? სამკურნალოთვის აქვს, ამას თავისი მოხმარების წესი აქვს, რომ იცოდეთ და ვისთვისაც ეს იქნება უმაღლეს კატეგორიის ბოქსში იქნება, რა თქმა უნდა, ესენი თავისი მოხმარების წესით მოყვება, ვისაც ესეთ რაღაცები არ ჭირდება სიტყვას და არ უნდა, მასთან სხვა რაღაცებით ჩანაცვლდება. რომ იცოდეთ, გითხარით, სამოთხის გასაღები, ესე სასუფევლის ესე ქვია, რომელიც ვისაც უნდა, კი ბატონო, მართალია, მე მისმენთ, ტაროს ისმენთ, მაგრამ ყოველთვის შეიძლება ადამიანის სული იყოს, ესე ვთქვათ, შეწყალებული და სასუფევლის ღირსი გახდეს. ამიტომ ესეთი გასაღებიც მაქვს, ეს არ არის ჩემი დამზადებული, ესეთ რაღაცას ეზოთერიკოსები არ ამზადებენ, კარგად რომ იცოდეთ. და ასე რომ ერთი ცალი მაქვს ეს მხოლოდ. ანუ იქნება მხოლოდ რაღაცა ესე ერთი ადამიანისთვის. რაც შეეხება დანარჩენი უკვე, რა თქმა უნდა, ესეთი პირამიდები, ვისაც პირამიდები გაქვთ ესეთი შეძენილი უკვე იქ სხვა ჩანართები იქნება, მაგრამ მე ერთ რაღაცას გეტყვი, ჩარშან ბოქსები ვინ შეიძინეთ და მეუბნებთ, ქალბატონი, მიდევს და უყურებ, საყურებლად კი არ გაქვთ შეძენილი ხალხო. უნდა გამოიყენოთ ის ჭხირებია, ის ანთლებია თუ რაღაცები დაწვათ, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად ეს ჭხირები იქნება, ეს სამეუფეო სხვათა შორის საკმეველი, ესეთი არსებობს ძალიან ძლიერი, მხოლოდ ესე მაღალი კატეგორიის მიხვდით ხო სიტყვიდან გამომდინარე იყენებენ, ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა მე შემიძლია ეს გავხადო, ესე რომ ვთქვათ, მაინც ხელმისაწვდომი გასაწმენდი საშუალება არის ეს სახლის. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება მთლიანი ახლა დიდი შეფუთვით, რამდენიმე ცალი იქნება, მაგრამ ესეც მოხდება ბოქსში. რაც შეეხება დანარჩენი გაწმენდითი საშუალებები ჭხირებიდან დაწყებული სანთლებით, რა თქმა უნდა, ჩემს მიერ დამზადებული, რასაც სახლს გაწმინდავთ, ასევე ეს შარშან არ დაინტერესდით ლავანდით და შარშანდელები რაც დამჩა უკვე აღარ გამოიყენება, იმიტომ რომ
ამას ერთწლიანი ეს აქვს ვადა, ვინც იყიდა და შეიძინა ზოგ საჩუქრად დაუდევი, ესე ვთქვათ, შემოგტენეთ უკაცრავად, მაგრამ იმიტომ რომ ძალიან უყურადღებოდ დატოვეთ, მე ხარ მჩვევი, ახლა ძალიან დიდი რეკლამები რაღაცები გავაკეთებ და ესენა თქვა მე არ გაითვალისწინეთ. ძალიან კარგი არის, სხვათა შორის მონასტრებშიც იყიდება ლავანდები, რომ იცოდეთ. კი, თქვენ წარმოიდგინეთ, მე ყოველთვის ისეთ რაღაცას გთავაზობთ, რაც მოდი ასე ვთქვათ, არ ეწინააღმდეგება ჩვენს რელიგიას და სარწმუნოებას. მე თქვენ აგიხსენით, რომ ჩემთვის ეს არის დამხმარე ინსტრუმენტი, ძალიან ცუდია რომ ამ ფორმით მიწერს დადგენა, მაგრამ ყველას არ აქვს არც ნებისყოფა, არც ხასიათი, არც რაღაცა, მანდა მაინც ეკლესიურ გვერდზე შევიდეს და იქ მოისმინოს ეს ინფორმაცია და ან წავიდეს და რაღაცა. კი ბატონო, ამ გვერდიდან შევთავაზოთ არის ეზოთერიკული გვერდი, არაფერს არ ვაშავებ, კი ბატონო, ეზოთერიკული მიმდინარეობით, მაგრამ თითქმის რაღაც მაინც იგივე ვთავაზობ. რა ვიცი, ახლა ჩვეულებრივი გაწმენდ შავი მარილი, კი ბატონო, კიდე შავი მარილი მაქვს. სხვათა შორის და შემიძლია ესეც ჩაგიდვათ, ერთწლიანი ფუნქციები აქვს მაგ ყველაფერს, რომ იცოდეთ. ასევე იქნება სხვათა შორის თურმე ძალიან ბევრს არ ცოდნია და არ აქცევენ ამას ყურადღებას, მაგრამ აუცილებლად უნდა გქონდეთ სახლში სიმბოლო, რისი წელიც არის. ეს არის გველის წელი იყო წელს და მაგალითად მე ლაბრადორიტის ავირჩია რატომღაც და მაქვს და ესეთნაირად იქნება ცხენის წელი მოდის და ამას არავინ მიაქცია ყურადღება, ბარაქის არის, ამიტომ ჩემთვის მაქვს სხვათა შორის ორი ცალი, ერთი აქეთ მიდევს, ერთი იქით. მაგრამ არა უშავს, წელს მექნება სხვათა შორის ლატუნის, ოღონდ პატარა ესეთი ბარაქის ცხენს ის აქვს. აქვია. ბარაქის ისა ხურჯინი ცხენს. ძალიან პატარა არის დასადგამი, როგორც ესეთნაირად ესე პატარა, მაგრამ არის ლატუნის, რომ იცოდეთ, ესეთი შემოთავაზება და ვფიქრობ შეიძლება ესეც დავამატო ნატურალური ქვების. კიდე ნამჩარა მე სათქმელი. ხო, სამაჯურები კი ვთქვი. ხო, კიდე უმაღლესი კატეგორიაში შედის ესეც, მაგრამ ეს ძალიან უმაღლესი არის უკვე. ვისაც უნდა დაცვითი საშუალება ეს უკვე ნატურალურ ხეზე, ამოტვიფრული ოღონდ ეს იქნება რუნები შემოკარგებო. თქვენ სახელზე, თქვენს მონაცემებზე მორგებული ეს ყველასთვის არ არის, რუნების დაცვა ყველას არ შეუძლია აიტანოს. ეს უნდა იყოს უკვე ყველასთვის არ შეიძლება. პირდაპირ გეტყვით და ვისაც დავუშვათ ეს გაინტერესებთ, კი ბატონო, ეს ძალიან ღირებული არის ზოგადად ჩემთან ცალკეც, მაგრამ ამ შემთხვევაში მოყვება უკვე ეს პატარ-პატარა სახალწლო რაღაცა დანამატების საჩუქრების სახით, ხო? რანუ ღირებულება რაც არ ჩვეულებრივად დარჩება, უბრალოდ ექნება ზედ კიდევ დანამატები. მე ვნახავ თქვენთვის რა იქნება საჭირო იმის მიხედვით. რა თქმა უნდა, ასევე ბოქსში შედის შემოკარგებო პატარა სუვენირები, ეს იქნება სახალწლო დავუშვათ პატარა ნაძვი, რაღაცა სახალწლო აქსესუარები, მაგრამ ხელით დამზადებული და არავით არის ესეთი პატენტი ვიღაცის დამზადებული ან ჩინური ვერსიები ან რაღაცები, არა, ხელით დამზადებული ნაძვის პატარა აქსესუარი, რომელიც მაგიდისთვის იქნება განკუთვნილი და არა დავუშვათ ზალაში დასადგამი 2 მეტრიანი, ხო? და შესაბამისად იქ რაღაცა იქნება კიდე დანამატი. მოდი ასე ვთქვათ. სათამაშოსავით. რადგანაც ახალწლო ბოქსი არის. მე ვფიქრობ, რომ ეს არის, რა ქვია, მონახაზი უკვე, რომელსაც მე გთავაზობთ, შეფუთვები განახეთ, მაგის გამო ხელი აღარ შემეშლება. დეკემბრის 15-მდე სასურველი არის, ვინც მსურველი ხართ, დაიწყოთ უკვე ჩაეწეროთ ოღონდ ქვითრებით და არა მხოლოდ ქალბატონინო მეც მინდა და მე ბრახ არაფერი. ესეთი ხალხი მომწერთ. რომ სიტყვაზე თქვენს მონაცემებზე მე დავიწყო სამაჯურების მომზადება.
ეს უნდა იყოს ინდივიდუალური სანთლები, ხო, თქვი რა თქმა უნდა, და ფინანსების სანთლებიც იქნება, სხვათა შორის ძალიან კარგად მუშაობს, ანთებთ თუ რაღაცა კრიზისი გექნებათ, რაღაციდან რაღაცა ცოტა რაღაცები გამოჩნდება, ხო, მე არ გპირდები თქვენ იმას, ხო, ესეთი თასიც ბარაქის სხვათა შორის ძალიან კარგი არის, მე თვითონაც მაქვს, მაგრამ იცოდეთ რომ ესეთ რაღაცებს ჭირდება მოვლა დრო და დრო გაწმენდა, თუნდაც საკმევლით მაინც. და კიდე ეხლა მე ისეთი ტიპაჟის ხასიათი მაქვს. ამას ვერ დავაკმაყოფილდები და რაღაცებს დავამატებ, მაგრამ თან გეტყვით. ეხლა რა ხდება? ესე არ არის ჩემთან, რომ მე ყველაფერი ერთად გავააქტიურო, კი ბატონო, ერთ-ერთები რაღაცები და ეს რაც არის მზად, ეს ჯადოსთვის კიდევ ესენი მზად არის უკვე, მაგრამ თქვენ სახელზე მორგებული მონაცემებით მორგებული ისინი სამაჯურები რაც არის, ესენი დასამზადებელი. ამიტომ ესე წინასწარ იმიტომ ვაცხადებ, ვისთვისაც დასამზადებელი მექნება, მოიწერეთ, რომ არ დაგიგვიანოთ და შაშან რომ ახალი წლის ავით მე უკვე საღდგომოთ მიიღეთ, ესე არ მიიღოთ, ხო? თავის დროზე მიიღოთ. ესენი კი გითხარით, ვერცხლში ჩასმული, ხო? ეს ძალიან ბიუჯეტური, მაშინ 5 ბოქსი გამოდის, აქ 4 კი 3 კი აღარ გამოდის. თუ ვინმე ხართ ისეთი, უბრალოდ ეს არის ნატეხები, ჩვეულებრივი ნატურალურია, ჩვეულებრივად ის იქნება გააქტიურებული, თუმცა ესეთები საერთო ხოდით, ესე ვთქვათ, აქტიურდება და არა ინდივიდუალურად. უბრალოდ მივხვდები თქვენთვის რომელი იქნება საჭირო, ავიღებ და ესეთნაირად გაგიმზადებთ, ძალიან ეს არის ძალიან ლიმიტირებული. ჩათვალეთ საჩუქარივით არის ეს ლიმიტირებული, რომ იცოდეთ. დაცვა, სიყვარული და ფინანსები სამივე იქნება და კიდევ რაღაც არ ვიცი, მოვიფიქრებ რამეს ჩავდებ შიგნით. სხვა ფიქრობ, რომ მე შიგადაშიგ დავამატებ რაღაცებს და აუცილებლად შეგატყობინებთ. კარგი ჩემოკარგებო. თაგემშვიდობებით, დროებით. ხო, ესეც ახლა გამახსენდა. თოჯინები თუ იმეს გაინტერესებთ, ეს თოჯინები არა, ჩემს მიერ დამზადებული, ასე ვთქვათ, რომ რამე არ გამოგეპაროთ სახში, მაგრამ ესეთი თოჯინები ახლა მაინც უფრო ერთეულებისთვის არის, იმიტომ რომ ცუდი ვიზუალით კი არ იქნება, რა ვიცი ახლა. რამე არ გამოგეპაროთ და ბარაქის თოჯინები ასევე, რომელიც ძალიან კარგა ასე ვთქვათ, ბარაქას მოგიტანთ, მე პირადად გიხედავთ აქ რამდენი მაქვს და ერთ-ერთი სამზარეულოში მაქვს, ოღონდ ისიც მონასტერში არის შეძენილი, რატომღაც ბევრი ცინის ქილიკებს Facebook-ზე ვხედავ, ბლოკავ ეგრევე ესეთ ხალხს კაცოებს, საკმაოდ ნერვები, ინფორმაციას ვაჟღერებ, გვერდი არის შემეცნებითი, ცოტა აიმაღლოთ, გაიგოთ რაღაცა. ისეთი და ადამიანი გამოდის და იცინის და რაღაცა ზოგი აგრესიას გამოხატავს და მათი ჭიდაობის ნერვის ადამიანს კიდე რა მეორეჯერ აღა უნდა, ჩემ გვერდზე ერთხელ რომ მოხდა, ისიც ზედმეტია. ხო და რასაც გიცხადებთ ამ დროს სახე შეცვლილი არის, კი ბატონო, მაგრამ ახლა თოჯინას ესენი არა, მაგრამ ბარაქის თოჯინა მაგალითად მე პირადად მონასტერში მაქვს შეძენილი, ეს პირადად აგერ, აი ბარაქის ხე მონასტერში მაქვს შეძენილი, სად რა შეიძლება უამრავი პირველ უცხო აქვს მოსმენილი. იცით ახლა ჩინური დამზადება, მაგრამ და მე ჩემს მიერ კიდე დამუშავებული და გააქტიურებული და იმასგან და ეხლა ვერ გავიგე, მე თუ გთავაზობთ, ან ჩემს გვერდზე არის, აქ სახში თუ მაქვს, ესე იგი ღმერთმა დაგვიფაროს, ეში მაგეულია რაც ხაუ და იმაში თუ ტაძარში თუ არის, ის არის, რა ქვია, მისაღები არის, ცოტა, რა ვიცი. ან გავაკეთე ესეთ ხალხს ბლოკავ, ეხლა მაგათი ნერვი გეუბნებით არა მაქვს. ერში შეიძლება ადამიანს უჭრიდეს ჩემოკარგებო ლოცვა, ასე რომ ვთქვათ, და კონდეს ხედვა, ეს არის უკვე მისი ცხოვრების სტილზე დამოკიდებული და ტაძარშიც მოდი, ასე ვთქვათ, დაიქაც არიან, მაგალითად დედავების კლანი არსებობს კიდე, რომელთანაც კატეგორიულად გავერიდე, ეგრევე მივხვდი და ხო. ასე რომ აქ ყველაფერი არის ისეთნაირად შერჩეული და ესეთნაირად გაკეთებული. რაც მე რაც მაბნევია და ვიცი და მე თუ ვენდე, ესე იგი კარგია. მე თუ გულმა არ მიმიწია, ესე იგი ის რაღაცა არ არის. ჩემ თავს ვენდობი
და თქვენ უკვე თქვენმა გადაწყვეტოთ რას ენდობით და რას არა. თუ ეჭვი რამეში გეპარებათ, ნუ დამღლით და ნურს მომწერთ. თუ თქვენთვის მისაღებია, სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ დეკემბრის 15-მდე ეს ყველაფერი მოაგვაროთ. გისურვებთ წარმატებებს და გამშვიდობებით როებით.